სამაუწყებლო კომპანია გურიას პროექტს ვაჩუქოთ ბავშვებს სიხარული საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ერთად რიგითი მოქალაქეები გამოეხმაურნენ. სოციალური პროექტი 1 ივნის ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს დასრულდება. აქციაში ვაჩუქოთ ბავშვებს სიხარული დღეს როგორც სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულება, ასევე საჯარო სკოლაც ჩაება. თავდაპირველად ტელევიზიას ნომერ 1 საჯარო სკოლის მოსწავლეები საჩუქრებით ეწვივნენ და პროექტის მიმართ მხარდაჭერა გამოთქვეს. დღევანდელი დღე არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ჩვენ ვეხმარებით ბავშვებს, რომელსაც სჭირდებათ ჩვენი თანადგომა და ვფიქრობ, რომ ძალიან მოეწონება ჩვენს მიერ გაცემული საჩუქრები და გავულამაზებთ ამით დღევანდელ დღეს. პირველი სკოლა ჩაერთო ამ აქციაში და ვფიქრობ ძალიან კარგია, საჭიროა რომ სხვა სკოლებმაც, სხვა ბავშვებმა, ჩვენმა თანატოლებმაც გააკეთონ ესეთი საჩუქრები. მოგვიანებით სათამაშოების კუთხეს გურიენთის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებმა მოაკითხეს და თავიანთი სათქმელი ლექსებად გვითხრეს. ძალიან საკუთხეა ჩვენს მოუტანეთ ჩვენს მეგობრებს სათამაშოები. საქართველოში იბადებოდნენ და შემდეგ მოდამწუხდნენ ამაზე. ეხწუდით მაინც დაბრუნებოდა ჩვენი ბავშვობა და სილამაზე. ვეფრთხავა საინჩემან თვალება იცი ვინ დაწერა შოთა რუსთაველმა ჩვენი დედაენა ენა იედონდა იცი ვინ ეკონა პაპაია ყომა. დღის ბოლოს პატარა თამარ სირაძე გვეწვია. თამარმა გაგვანდო რომ მას მეგობრებისთვის სათამაშოების განაწილება არ გასჭირვებია და ეს დიდი სიხარულით გააკეთა. სულ მეტემოდა ეს მამა ჩემმა მიცხრა რომ არ შევობს ესეთი ბავშვებიო და გადმოვაწყვე სათამაშოები და გავიმეტი ამ ბავშვებს. სამაუწყებლო კომპანია გურიას პროექტს ვაჩუქოთ ბავშვებს სიხარული უამრავი ადამიანი თუ ორგანიზაცია უკვე გამოეხმაურა. აქციაში ჩაბმა 1 ივნისამდეა შესაძლებელი.